მოგესალმებით ღვთისმშობლებო. ყველა სამართლიან პიროვნებას ყოველთვის აღელვებს არსებული უსამართლობა. ყველა სიკეთის მოყვარულს აღელვებს ის ბოროტება, რამაც მოიცვა მთელი მსოფლიო და ისე ჩანს თითქოს უნდა შთანთქოს მთელი კაცობრიობა. და ეს ბუნებრივად აღძრავს ჩვენში წულხილს იმის გამო, რომ თითქოს არსაიდან ჩანს ხსნა. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა თავად ხართ მსხვერპლი აი ამ ბოროტების და უსამართლობის. აქვე გეტყვით იმათ, ვისაც გასული ვიდეო რგოლი ამის წინა ვიდეო რგოლი არ მოგისმენიათ, აუცილებლად შემოდით მოისმინეთ, რომ გაიგოთ ნებისმიერი თქვენგანი, როგორ ხართ ჩაბმული იმ საკამათო საკითხში, რომელიც სატანაიშმაკმა წამოჭრა. და თუ რატომ, რაში დაგდოთ მან წუნი პირადად თქვენ, ხო, ნებისმიერ ჩემს მსმენელს და მათაც, ვინც არ ისმენენ ამ ვიდეოებს, მაგრამ თითოეული ადამიანი ინდივიდუალურად ჩართულია აი ამ საკამათო საკითხში, თუ რაში დაგდოთ ბრალი სატანაიშმაკმა, შეგიძლიათ გაიგოთ ეს გასული ვიდეო რგოლიდან. და თუ რა განაცხადი გააკეთა მან საერთოდ აი ამ საკამათო საკითხი როგორ წამოჭრა და ამაში თქვენც უნდა გასცეთ პასუხი მის აი ამ ბრალდებას. თუ აქედან მიკვეთება ასევე გაიგებთ იმ გასული ვიდეოდან, თუ რატომ დაუშვა განსაცდელები უზენაესმა ღმერთმა ჩვენმა შემოქმნენმა. და საერთოდ რატომ დაუშვა აი ამდენი ბოროტება, უსამართლობა ქვეყნად, რასაც უყურებთ. მოდით შევიხსენოთ წმინდა წერილებიდან თუ ის რაც ხდება, რატომ ხდება და როდემდე გაგრძელდება. ჯერ ნახოთ ვინ დგას კონკრეტულად აი ამ დიქტატორების, ავტოკრატიული რეჟიმების მმართველების მიღმა. ლუკას სახარებას თუ ნახავთ მეოთხე თავის 5-დან 8 ჩათვლით მუხლებს, აქ შეგახსენებთ კონტექსტში საუბარია, როდესაც იესო იმყოფება უდაბნოში და მას სატანაიშმაკი უწყობს, გამოცდებს. იესო რეალური პიროვნებაა, მოგეხსენებათ, ლოგიკურია სატანაიშმაკიც, რომელიც მასთან შედის დიალოგში, ისიც რეალური პიროვნებაა. და მასზე გასულ ვიდეო რგოლში, როგორც გითხარით, სწორედ იქ ვისაუბრე, თუ როგორ უშვებს ღმერთი, რომ ეშმაკმა აი ეს განსაცდელები, გამოცდები ჩაუტაროს თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად. და იესოსაც მსგავსად მიუდგა ის, სწორედ ამას გაიგებთ გასული ვიდეო რგოლიდან. იესოს აჩვენებს ის უდაბნოში გარკვეულ სასწაულებს, აჩვენებს იმ დროში დედამიწაზე არსებულ სამეფოებს ერთ-ერთ სასწაულის მეშვეობით და სთავაზობს, რომ დანიშნავს აი ამ იმპერიის მმართველად და მისცემს მას ძალაუფლებას ქვეყნიურ სამეფოებზე. რა თქმა უნდა, ეხა უარს ამბობს აი ამ ძალაუფლების მიღებაზე იესო და მის თანამმართველად გახდომაზე, მის პოლიტიკაში ჩაბმაზე და ეს აშკარად იკითხება თუ ნახავთ, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმ ადამიანებზე, ვინც ეშმაკმა აიყოლია, აცდუნა ძალაუფლებისა და დიდების მოხვეჭით. იმ ძალაუფლებისა და იმ დიდებისა, რაზეც იესო მაგერ უარი უთხრა ეშმაკს. განსაკუთრებით დააკვირდით ახლა აქ ეშმაკის აი ამ სიტყვებს, წითელი კალმით აღნიშნე სპეციალურად, მე მაქვსო მოცემული მსოფლიოზე მმართველობა. და ამა თუ იმ ქვეყნებში თვითონ არჩევს და ნიშნავს იმ ადამიანებს, დააკვირდით, ვინც მისი მსგავსნი არიან. მის მსგავსად ძალაუფლებაზე და დიდებაზე არიან შეყვარებული და აი ამ ყველაფრისათვის, ძალაუფლებისა და დიდებისათვის სწავლენ ყველანაირ სისასტიკეზე, ტყუილზე, მკვლელობაზე. ასევე წმინდა წერილებში ნათქვამია ხაზგასმით თუ სახელმწიფოების აი ეს ფუნქციონირებას, აი ამ ინსტიტუციების ჩამოშლას და შედეგად უკვე მოსახლეობის, აი ადამიანების შეჭირვებას, ეკონომიურ კრიზისებს, როგორი კატეგორია იწევს. აგერ დაურთავ კვლავასთან წმინდა წერილიდან, ეს გახლავთ იგავნის 29 თავის მეოთხე მუხლი. აქ ორი ერთი მეორისაგან განსხვავებულ მმართველზეა საუბარი თუ აკვირდებით. სახელმწიფოს და მის ინსტიტუტებს საერთოდ სიმართლე ამტკიცებს, როცა კანონები მოქმედებს სახელმწიფოში, მაგრამ მეორეს მხრივ არის მმართველი, ვინც ამკვიდრებს კორუფციას, ქრთამის მიცემა აღების წესებს და აი ასე ხდება ჩამოშლა ნებისმიერი სახელმწიფოს იმ ინსტიტუციების. და ის რაც ჩვენ ქვეყანაშიც ვიხილეთ, ხო, თანდათანობით, რაც მიმდინარეობდა ეს პროცესი. აი ესე ხდება ნებისმიერი სახელმწიფოს განადგურება. აი ასეთ ადამიანებს ეძებს სწორედ სატანა მმართველებად, რომ რაც შეიძლება მეტი გაჭირვება და სისასტიკე იყოს ქვეყანაში, მისი მიზანი რა არის აი ამ დროს. ეს არის ძალიან მარტივი მისი მიზანი, რაც დასაწყისიდან იყო, რომ აი ამ შეჭირვებულმა ადამიანებმა უარყონ ღმერთის არსებობა, ან საერთოდ დაგმონ ღმერთი. აი ამ ყველაფრისთვის რაც ხდება. და როცა მმართველები ძალაუფლებაზე და დიდებაზე არიან ხოლმე შეყვარებულები, აი ეს ინსტიტუციები ამ დროს აღარ მუშაობს, ხო? და ადამიანები კვნესიან, ჩაგვრაში არიან. და რა ხდება აი ამ დროს სასამართლოებში, ხო?
რაც ასევე ყველა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუციაა. ნახოთ იობის 9:24 რა იკითხება აქ, ხედავთ? აქ პირდაპირ, აი თუ აკვირდებით, შავით თეთრზე არა ორაზროვნად იკითხება, რომ ქვეყნიერებას ეშმაკი მართავს და ის განსაკუთრებით ცდილობს აცდუნოს გავლენები მოიპოვოს მოსამართლეებზე, მსაჯულებზე, რათა გარყვნას და უკუღმართოს სამართალი. რადგან იცის, რომ ადამიანმა შეიძლება გაუძლოს შიმშილს, გაუძლოს გაჭირვებას, მაგრამ უსამართლობაზე განსაკუთრებით რეაგირებს ნებისმიერი ადამიანი. რადგან ღმერთი სამართლიანია, თავის ქმნილებებიც შეგვქმნა სწორედ აი ამ მთავარი ფასეულობით, სამართლიანობის შეგრძნებით და როგორც აი ეს გირჩიეთ, ამიტომ უნდა მოისმინოთ ის გასული ვიდეო რგოლი, სწორედ ეს დეტალები უფრო მეტად არის იქ გამოკვეთილი და იესო ქრისტესაც სწორედ ამიტომ მიუდგა, ხო, ეშმაკი. და როდესაც იესო ქრისტე ღმერთმა აღადგინა და იგი ზეცად აღამაღლა აი ამის შემდეგ, როდესაც გავიდა გარკვეული დრო, იესო დაუპირისპირდა სატანა ეშმაკს, ზეცაში შეებრძოლა მას და ის მოისროლა იქიდან დედამიწაზე. უკვე აი ამის შესახებ შეგიძლიათ თავად ამოიკითხოთ, თუ ნახავთ ბიბლიის ბოლო წიგნში მე-12 თავში და აი ამ თავიდან შევეხები გარკვეულ მონაკვეთებს, აგერ მე-12 თავის 7-დან 9-ს ჩათვლით დაურთავ ჯერ და შემდეგ მე-12 მოხს. აქ საუბარია ახლა რაზე დააკვირდით, გაიმართა ომი ზეცაში. ამის შესახებ ჩვენ რა თქმა უნდა ფიზიკური თვალით არ დაგვინახავს ეს, ხო? ესენი სულიერი ქმნილებები არიან და ეს პროცესი ჩვენი თვალისთვის უხილავად მოხდა. თუ რა მოყვა აი ამ ომს, ვკითხულობთ აგერ მე-9 მოხში, სადაც საუბარია რომ ეშმაკი დასაბამის გველი, აი რატომ მოიხსენიებს აი ამ სახელით დასაბამის გველი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მან ადამიანთა პირველი წყვილი გველის გამოყენებით 64-ის ბაღში, როდესაც აცდუნა, ჩამოაშორა ზეციერ მამას და თავისი რელიგია მოახვია მათ თავს. დაიმორჩილა ეს კაცობრიობა, ადამი და ევა რახამ დაიმორჩილა, მათი შთამომავლობა მის მემკვიდრეობაში აღმოჩნდა, ხო? როგორც ნებისმიერი ბატონი, ვინც რომელი ბატონსაც ყავდა ხოლმე მონები, ის შვილები, რომლებიც მონებს უჩნდებოდათ, რჩებოდნენ იმ ბატონის მონობის ქვეშ. აი მსგავსად ამისა, მთელი კაცობრიობა აღმოჩნდა სატანის მონობის ქვეშ. სწორედ აი ამ მიდგომით, რაც ეშმაკმა 64-ში გააკეთა. და ასე დაეპატრონა მთელს კაცობრიობას. მათ მართლად გამოაცხადა თავი, მაგრამ ის მარტო არა მას ასევე თუ ვაკვირდებით, აი ეს ღვთის უზენაოსობის წინააღმდეგ ამბოხში ჩაითრია, ხო, ეს ადამიანები და არა მარტო ადამიანები, არამედ თავად ანგელოზების გარკვეული ნაწილიც, რომლებიცაც ეწოდათ უკვე მოგვიანებით დემონები. და რომლებიც მასთან ერთად არიან უკვე ჩამოყრილი, აქ იკითხება აგერ გასაგებად ჩამოყრილი არიან ჩვენს პლანეტაზე. მაგრამ როგორც უკვე თქვით, ეს ჩვენი თვალისათვის, ჩვენი ფიზიკური თვალისათვის უხილავად ხდება. ეს რეალური ქმნილებები არიან, როგორც აი ნებისმიერი რამდენიმე ქმნილება არსებობს, ხო? ჩვენს პლანეტაზე თუნდაც. მსგავსად სამყაროში არიან ეს ქმნილებები, სულიერი ქმნილებები, რომლებიც სულიერი ქმნილებაა და ფიზიკური თვალისთვის არიან უხილავები. და დააკვირდით, რომ სატანას მთელი სამყაროს მაცდური ეწოდება აქ. აგერ თუ აკვირდებით მე-9 მოხში, როდესაც დედამიწის მოსახლეობას, აი ეს კაცობრიობის მაცდური გახდა, ასევე აი ამ ანგელოზებსაც იგი შეიყვანა ეს ანგელოზებით შეცდომაში სატანა ეშმაკმა თავისი გადარწმუნებით, თავისი აი ამ მეთოდით და ვნახოთ უკვე რა მოხდა აი ამას შედეგად დედამიწაზე, როდესაც ისინი უკვე ჩამოყრილნი იქნენ იესოს მიერ დედამიწაზე. სატანისა და მის დემონების დედამიწაზე ჩამოყრას უკვე ვკითხულობთ რა შედეგები მოსდევს აგერ მე-12 მოხში, დაურთავ აი ამ მოხს. ეს იყო ზეცაში სიხარული აქვთ ამ დროს, რადგან მოიშორეს ცრუ მრავლდებელი და ღვთის აი ამ ოპოზიციაში მყოფი ქმნილებები, მაგრამ დედამიწაზე იმატა უბედურებამ, ომებმა, გლობალურმა დათბობამ, რომელიც გამოიწვიეს ასევე ეშმაკის მიერ აი ამ ცდუნებასაყოლილმა ხარბმა და კორუმპირებულმა მმართველებმა მავნებლური პროექტებით. და ამას მოყვა კიდევაც და მოყვება მომავალშიც კატაკლიზმები, რომლებიც ასევე გამოიწვევს სტიქიებს და ადამიანთა მსხვერპლს. მოკლედ, ყველგან ისმის აი ამ
ყვნესა ადამიანებისა თუ აკვირდებით, რაც აქაც იკითხება, ხედავთ, ვაი მიწასვეს და ზღვას. ანუ აქ იგულისხმება არაკომ თვითონ მიწა, ნიადაგი, არამედ მიწაზე მცხოვრები ადამიანები და ზღვის პირას მცხოვრები ადამიანები. ანუ ვაი მიწას და ზღვას, რადგან ეშმაკი მრისხანებს. და ეს რისხვა მოდის მისი დანიშნული, არჩეული დიქტატორებისაგან და ტირანებისაგან. სწორედ მაგიტომ, რომ ადამიანები დაარწმუნოს ღვთის არაარსებობაში, ან მიიყვანოს ადამიანები ღვთის გმობამდე, აი ამ მოვლენების შემხედვარი ადამიანები. და თუ რატომ უშვებს ღმერთი ახლა აი ამ ყოველივეს, როგორც გირჩიეთ, მოისმინეთ გასული ვიდეო რგოლიც აუცილებლად. აგერ უკვე მესამე ვიმეორებ, მაგრამ მოდით ჩვენ ახლა მივაქციოთ ყურადღება ბოლო ნაწილს, აი ამ მუხლში, რომელიც წითლად გავხაზე სპეციალურად. აი სასტიკი რისხვით და მძვინვარებს ეს სატანა ეშმაკი, სასტიკი რისხვით არის სავსე, მაგრამ რას ვიგებთ ჩვენ აი ამ სიტყვებიდან, რომ მას ცოტაღა დარჩა ხანი, ცოტაღა დარჩა დრო. ეს აზრი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ღმერთს მისთვის უსასრულოდ არ მიუცია მთელს ქვეყანაზე მართლობა. ეს გარკვეული დროით მისცა ღმერთმა, ანუ დრო დაუნიშნა, რათა დაემტკიცებინა აი ამ დროში თავისი ბრალდებები და განაცხადი. და თუ როდის იწურება ახლა აი ეს დრო, მე უკვე ვისაუბრე ამაზეც ჩემს გასულ ვიდეო რგოლებში, დავდე ამ გვერდზე. შემდეგ თუ ნახავთ, შემოხვალთ ჩემს გვერდზე და ნახავთ 44-45 მუხლებს, სწორედ ეს ნიშნებია, რაზეც იესო საუბრობდა, თუ როდის ამოიწურება სატანა ეშმაკისთვის განკუთვნილი დრო და როდის დაიწყება ქრისტეს მართლობა მისი მეორედ მოსვლის შემდგომ, ეს კულმინაცია როდის მოხდება. და ჩვენ ნახეთ ისიც თუ როგორ ცდილობდა ის იესოს სწორედ აი ამ მიზნით გადაბირებას, რომ მას შეერთებოდა, ხო, აი ამ ქვეყნიერების მართველი გამხდარიყო, რასაც იესომ უარი უთხრა, რადგან იესომ შემდგომ უნდა დაიწყოს მართლობა უკვე აი ამის შემდგომ, ეს იესომ კარგად იცოდა. და ასევე მოისმინეთ 33, 34, 35 ვიდეო რგოლებიც, რიგითი ნომრები ფრჩხილებში ზის ხოლმე თუ ჩემს გვერდზე შემოხვართ და ნახავთ, აი ამ სამი ვიდეოდან კი გაიგებთ თუ რას მოგვიტანს იესოს მართლობა, შემდგომ უკვე როდესაც დაიწყება 1000-წლიანი მართლობა. და იცის რა ეშმაკმა, რომ მისთვის მიცემული ვადა ამოწურულია და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ჟამია უკვე, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ამიტომაც ის უფრო მეტად სასტიკი ხდება. ამიტომაც ის ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს და თავის მსგავსად განადგურებას დაუქვემდებაროს ისინი. სხვადასხვა ცდუნებებით, სხვადასხვა ხრიკებით. მისი ერთ-ერთი მეთოდი იკითხება კორინთელების მეორე წერილს თუ ნახავთ, 2 წერილია ახალ აღთქმაში, მეოთხე თავის, მესამე, მეოთხე მუხლები. და აკვირდით, რომ აი ამ სახარებებს ბევრი კითხულობს, მით უმეტეს ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ რელიგიებში, რომლებიც ათასობითაა, მაგრამ ყველას ვერ გამოაქვთ საკითხული და ნაზრი. ვერ იგებენ სახარებების საიდუმლოებას. ვერ ხსნიან აი ამ წმინდა წერილებში მოცემულ ინფორმაციებს. და ეს ჩემ გვერდზე იხსნება თუ აკვირდებით. რატომ ვერ ხსნიან ისინი? პასუხი არა აქვთ მათ, რატომ? ერთი იმიტომ, რომ მათ გულის სიღრმეში არ უყვართ სიამდვილეში ღმერთი, ისინი არიან თავის მოყვარულები, არიან ამპარტავნები, საკუთარი თავის დიდებას ეძებენ, რომ დიდება ხალხისგან თავად მიიღონ. და სწორედ ეს ჩემ გვერდზე აი ეს რუბრიკა, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ვიდეო რგოლები ამას ეთმობა, როგორ გააყალბა სატანამ ეს რელიგიები, როგორ მოახვია თავს. და ესენი ცდილობენ თვითონ მიიღონ დიდება სასულიერო ბელადებმა და არა ღმერთისთვის არ ემეტებათ ფაქტიურად ის დიდება. უბრალოდ ღმერთის სახელს არიან ამოფარებული, ბევრი ქრისტეს სახელს არიან ამოფარებული. ისინი რჩებიან სწორედ აი ამ რელიგიებში, ვისაც ეშმაკმა შესთავაზა აი ეს ყალბი რელიგიები და მის მიერ შერჩეულ მართველებთან ერთად არიან ისინი კუდებ გადაფსკვნილი, ეს სიტყვა რო გამოიყენოთ, ხო? ერთნი არიან, ერთი სისტემაა სიამოვნებაში, აქეთ პოლიტიკა, აქეთ რელიგიები, მაგრამ ერთნი არიან, თანამშრომლობენ ერთმანეთთან, აი ამ დიქტატორებთან თუ აი ამ რეჟიმებთან. და აკვირდეთ მეოთხე მუხლსაც, ხო? ეშმაკს აქ აი ამ ქვეყნიერების ღმერთი ეწოდება. ამით იხსნება სწორედ ის წინა მუხლებიც, რომ დღეს ღმერთი არ ერევა აი ამ ქვეყანაზე მიმდინარე მოვლენებში, იმიტომ რომ ჯერ ეშმაკის მართლობა, ანუ ამ ქვეყნის ღმერთი არის ეშმაკი. როგორ გარკვევით იკითხება. ხოლო ვინც დავაღწიეთ თავი ეშმაკის მართლობას, ანუ შეიძლება იცხოვრო ამ ქვეყანაზე, მაგრამ თავი დააღწიო მის მართლობას, ვინც ეს გავაკეთეთ იურიდიულად და გადავედეთ ღვთის მართლობის ქვეშ, მათ ღვთის სამეფოს ქვეშერდომები გვეწოდება. და ამაზე გაიგებთ თუ მოისმენთ იმ დეტალებს, რომელიც მე განვათავსეთ ჩემ გვერდზე რიგით მე-40, 41, 42, 53 მუხლებში თუ თქვენ პირადად როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება. ახლა კი რაც შეეხება სატანისათვის განკუთვნილ დროს და იმ ბოროტებას, რომელიც მძვინ
აბინვარებს მთელს სოფლიოზე ჩვენს ქვეყანაშიც, აგერ ვნახოთ 36 ფსალმუნი, ჯერ 7-დან 13-ის ჩათვლით დაურთავ. დააკვირდით ჯერ მეათე მუხლს. გვანუგეშებს რომ ცოტაღა გაუძელითო ბოროტებას და უსამართლობასო და მალე საერთოდ აღარ იქნება მსგავსი რამ ქვეყანაზეო. ბოროტი ადამიანები პირწმინდად იქნებიან განადგურებულნი. და მე-11 მუხლიდან გვეუბნება რომ ქვეყნიერებას მერე უკვე თამდაბალი ადამიანები დაიმკვიდრებენ და სამუდამოდ დაისადგურებს მშვიდობა მთელს დედამიწაზე. თუმცა ღმერთი დღეს თუ ვაკვირდებით აი ამ თავის ერთგულებს მაინც იცავს. აქ ზუსტად ეს იკითხება შემდეგ მუხლებში. ინდივიდუალურად ერევა კონკრეტული ადამიანების ცხოვრებაში. ნახეთ, სასიკეთოდ რა თქმა უნდა თავის ერთგულებისა. მე-12-13 მუხლებიდან ვიგებთ, როცა ბოროტი ადამიანები, ეს უსამართლო ადამიანები ცდილობენ უსამართლოდ მოეპყრონ უფლის რჩეულებს. მე-13 მუხლიდან გვანახებს, რომ უფალი უპასუხებს მის აი ამ სიბოროტოზე და გასცემს პასუხს დღეს არსებულ აი ამ ინდივიდუალურად აი ამ ბოროტ და უსამართლო ადამიანებს. მე-18 მუხლებშია საუბარი, როგორ უნდა მოიქცეთ პირადად, რომ ეშმაკის ხარეს არ აღმოჩნდეთ და გადახვიდეთ ღვთის ხარეს. ეს რაც შეეხება ინდივიდუალურად რჩეულებს და მათ დაცვას. შემდეგ ვნახოთ უკვე ამავე ფსალმუნის 27, 28, 29 მუხლები. ვისაც გინდათ რომ მარადიულად იარსებობთ. გაითვალისწინეთ 27 მუხლში მოცემული ეს ინფორმაცია. ასევე გახსოვდეთ აი ეს აზრიც, რაც 21 მუხლში იკითხება, რომ ღმერთი სამართლიანია და ის არ დაუშვებს ბოლომდე ასე იყოს მთელ სოფლიოზე უსამართლობა და ბოროტება. 29 მუხლიდან ვიგებთ, რომ 64, რომელიც რელიგიები ასწავლის, რომ ზეცაში იქნება, ზეცაში კი არ დამყარდება, აქ უნდა დამყარდეს დედამიწაზე.